კომუნიკაციების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამსახურში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს საზოგადოებრივი დამცველი სამსახურმა ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით 2024 წელს მომხმარებლების 3000-მდე საჩივარია შესული, საიდანაც 90-ზე მეტი დაკმაყოფილდა. საჩივრები ძირითადად შეეხებოდა მომსახურების შეზღუდვას, შეწყვეტას, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას და საფასურის დარიცხვის სისწორეს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით სამსახური მხოლოდ ჩვენთან შემოსული საჩივრის ფარგლებში დაწყებული საქმის წარმოებით, არამედ ამ მიმართულებას, როგორც არის სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, უფრო ფართოდ განვარტავთ და ამ მიზნით სხვა აქტივობებს ვახორციელებთ. ერთ-ერთი აქტივობა, რომელსაც სამსახური წარმატებით ახორციელებს უკვე რამდენიმე წელი არის, ეს არის აქტივობა პროექტი "ცნობდე შენს უფლებებს ტელეკომუნიკაციების სფეროში". ჩვენ მომხმარებელს დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოგმართოს, როგორ უნდა შეავსოს საჩივარი, რა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია განაცხადოს პრეტენზია, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს დაწყებული წარმოება და ასე შემდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს გაზრდილი მომართვენების მაჩვენებელი იმის გამოძახილია, რომ ჩვენ უკვე წლები არის ძალიან ასე რომ ვთქვათ, აქტუალურად ვაწარმოებთ ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვა სამუშაოებს.